მინდა გითხრათ რა. მე ვფიქრობ, რომ ეს ოცნება, რაც არის, უკვე ყოველთვის გასაგებია. მე ვფიქრობ, რაც უფრო დარწმუნებული, რაც უფრო ნაკლებს ვიფიქრებთ ოცნებაზე და ვიფიქრებთ ჩვენ დღის წესრიგზე, ბევრად უკეთესია. ამიტომ ჩვენი დღის წესრიგი მარტივია. არ უნდა გქონდეთ ლეგიტიმაცია, ქუჩაში უნდა იყოს მუდმივი წნეხი, არა მარტო რუსთაველზე, თბილისის სხვა ლოკაციებზე და სხვა ქალაქებში. საერთაშორისო საზოგადოება უნდა მოგვეხმაროს პირდაპირ ტარგეტირებული სანქციებით კონკრეტულ ინდივიდებზე. რა თქმა უნდა მოგვეხმარებიან, აგერ ნახავთ, რო იძახიან, რომ აი პირველი ფაზა გახარია პირველი ფაზა. აგერ ნახავთ, პირველი ფაზა ძალიან კარგად გავიარეთ, ყველა შედეგს მივახციეთ და ამ შედეგსაც მივახცევთ. აგერ ნახავთ შედეგები ამის რა იქნება. ამის შემდგომ უკვე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ სისტემური კრიზისის შედეგები მინიმალური ასახვა კონდეს საქართველოს მოქალაქეებს. მაგალითად, უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს კი არ გაუუქმონ. რაზე ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, არამედ დაასანქციონონ ისინი, ვინც დამნაშავეები არიან იმაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. უნგრეთი რო იცოდეთ, უნგრეთის რო იცოდეთ ეს ზღაპარი, რასაც ყვებიან, რომ ეხლა იქ უნგრეთი და უნგრეთის თავმჯდომარეობა მთავრდება ეხლა 31 დეკემბერს და შემდეგი თავმჯდომარე პირველი ამდენ იქნება პოლონეთი. და აი პოლონეთი რო იქნება თავმჯდომარე, მე ვნახოთ ესენი როგორი ჯიკჯიკებენ რა. ეს ერთი და მეორე, საერთოდ არ ველოდებოდით ჩვენ სანქციებს ტარგეტირებულს ევროპიდან. ჩვენ სანქციებს ტარგეტირებულს სხვა მიმართულებიდან ველოდებით. ამის შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად უფრო მეტი უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქვეყანაში მოქალაქის უფლებები არ იყოს დაზიანებული და დაზარალებული, ვიდრე ამ დე-ფაქტო ხელისუფლება, იმიტომ რომ ამათ ეხა თავისი ჯიბის და ძალაუფლების შენარჩუნების მეტი არ აქვს და ეს განგრძობადი წნეხი საერთაშორისო მხრიდან და შიდა უნდა გაგრძელდეს, სანამ ესენი არ დაჯდებიან და მერწმუნეთ, რომ დაჯდებიან. როგორც კი მათ პირად პერსონალური ინტერესებს შეეხება, ჯერ ეგერთი გაითვალისწინეთ, რომ ეხლა შიგნიდან ხოცავენ უკვე ერთმანეთს რა, უკვე ფიზიკურ ცემატყეპაზე არიან გადასულები და ეს ინფორმაცია მარტო მე კი არა მაქვს, ქალაქს აქვს ეს ინფორმაცია, ცემენ უკვე ერთმანეთს რა, იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ერთმანეთს ყველა, როგორც ამათ ხო ფიზიკური ძალის ენის გარდა არაფერი არ არის. აი როგორც ჩვენს ახალგაზრდებს ცემენ, ისე ცემენ ერთმანეთს რა, იქ უბრალოდ ის არის, ხელჩართული ომები აქვთ ერთმანეთში. ამიტომ ჩვენ ახლა ძალიან კარგად მივდივართ. ერთადერთი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი არ უნდა დაუშვათ, რომ მივიდეს სამოქალაქო დაპირისპირებად. ეს პასუხისმგებლობა ჩვენია. ამათ უკვე ფეხებზე კიდიათ ეს ყველაფერი. ყველაფერზე წამსვლები არიან. ოღონდ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივიდეთ, მშვიდობიანი აქცია უნდა იყოს მასშტაბური და არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ თბილისში და უნდა გაიშალოს მთელ ქვეყანაში. მერწმუნეთ. მე ძალიან კარგად ვიცი ამათი რესურსები. ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს საერთაშორისო წნეხი. ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს პოლიტიკური იზოლაცია. ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის ეკონომიკური იზოლაცია. სხვა გამოსავალი არ ექნებათ. დაჯდებიან და მშვენივრად ილაპარაკებენ იმაზე, რასაც ქვია პოლიტიკური გამოსავალი. და პოლიტიკური გამოსავალი შედგება ორი აუცილებელი ნაბიჯისგან. სასწრაფოდ უნდა გაანთავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები და მეორე უნდა დადონ ახალი არჩევნების თარიღი. ამის შემდეგ უკვე რა პირობებში, როგორი ეს შემდეგი საკითხები. ამიტომ არ უნდა გავიფანტოთ და უნდა გქონდეს ორი მოთხოვნა, რაც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საბოლოო ჯამში დაილექა და ჩამოყალიბდა. გაანთავისუფლეთ ყველა მძევლად აყვანილი პოლიტიკური პატიმარი, უკანონოდ დაპატიმრებული და მოიტანეთ და დადეთ ახალი არჩევნების თარიღი. აგერ თქვენ და აგერ მე. აი აგერ ნახავთ ეს თუ არ მოხდება. ეს ამას უბრალოდ ჭირდება თანმიმდევრულობა, გამძლეობა და მშვიდობიანი პროტესტი და დრო და ეს ყველაფერი მოვა დამჯერდ.